სოკრატეს აპოლოგია, პლატონი, კითხულობს ნიკო. აუდიო წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. ნაწილი მეორე. სოკრატეს დამნაშავე ცნობის შემდეგ. ბევრი რამ არ მაძლევს იმის ნებას, ათენელნო, რომ თქვენმა გადაწყვეტილებამ აღმაშფოთოს. მართალი გითხრათ, ეს მოულოდნელი არც ყოფილა ჩემთვის. პირიქით, მე გაცილებით უფრო გამაკვირვა ურთიერთსაპირისპირო ხმების რაოდენობამ. არ მეგონა, თუ მათ შორის ესოდენ უმნიშვნელო განსხვავება იქნებოდა. გაცილებით მეც მოველოდი. ახლა კი, როგორც ირკვევა, საკმარისი იქნებოდა სულ რაღაც 30 კენჭი აქეთ ჩაგეგდოთ და არა იქით, რომ სამართლის ასწორი ჩემსკენ გადმოხრილიყო. მელეტოს, როგორც ჩანს, უკვე დავაღწიე თავი. და არა მარტო დავაღწიე, ანიტოს და ლინკოს, რომ თავიანთი ბრალდებებით არ დაეჭირათ მისთვის მხარი. იძულებული იქნებოდა 1000 დრაქმა გადაეხადა ჯარიმად, ვინაიდან საჭირო ხმების მეხუთედიც ვერ მოაგროვა. მაშასე, ეს კაცი სიკვდილს მისჯის, კეთილი და პატიოსანი. მაგრამ მე რაღაც მიუშჯი, ათენელნო, საკუთარ თავს. ალბათ იმას, რისი ღირსიცა ვარ. მერე და რისი ღირსი ვარ მაინც, რას ვიმსახურებ? ან რა სახის ჯარიმა უნდა გადავიხადო იმისთვის, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მოსვენებას არ ვაძლევდი საკუთარ თავს და არაფრად ვთვლიდი ყოველივე იმას, რასაც ასე ელოლიავება უმრავლესობა. ანგარებას, ოჯახის კეთილდღეობას, ხედართმთავრობას, ბელადობას, ძალაუფლებასა და ყველა იმ შეთქმულებასა თუ ამბოხებაში მონაწილეობას, რაც ესოდენ ხშირია ჩვენს ქალაქში, ვინაიდან მეტისმეტად წესიერ კაცად მიმაჩნდა თავი და იმედი არ მქონდა, რომ ცოცხალი გადავრჩებოდი. თუ ყველაფერ ამას ვიტირებდი, ან ყოველივე ამაში მივიღებდი მონაწილეობას, რას ვიმსახურებ იმისთვის, რომ თავს ვარიდებდი ყველაფერს, რითაც ვერც თქვენ გარგებდით, რასმე და ვერც საკუთარ თავს. და ყოველთვის ველტვოდი იქით, სადაც განზე გამდგარსა და განკერძოებულ შემეძლო, როგორც მოგახსენეთ, უდიდესი სიკეთე გამეწია თითოეული თქვენთაგანისათვის და ცალ-ცალკე ჩამეგონებინა ყველასთვის. უწინარეს ყოვლისა, თქვენ საქმეებზე კი არა, თქვენს თავზე იზრუნეთ, რათა შეძლებისამებრ უფრო სრულ ქმნილი გახდეთ მეთქი. და ზუსტად ასევე, ქალაქის საქმეზე კი არა, უმალ თვით ქალაქზე ზრუნვა მერჩია თქვენთვის. დიახ, რას ვიმსახურებ ყოველივე ამის სანაცვლოდ? მე მგონია, კეთილსაზღაურს, ათენელნო, თუ კი კაცს დამსახურებისამებრ უნდა მიესხოს მისი კუთვნილი და თანაც ისეთ საზღაურს, რაც საჭიროა ჩემთვის. მაგრამ რა სჭირდება ჩემსავით კეთილის მყოფელსა და ჩემსავით ღატაკ კაცს, რომლისთვისაც აუცილებელია მოცალეობა თქვენს დასამოძღვრად? ამნაირი კაცისთვის, ათენელნო, სწორედ რომ მისწრება იქნებოდა ყოველდღიური სადილი ბრიტანეიონში. მერწმუნეთ, ეს მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე ოლიმპიურ თამაშებში ცხენოსანთა მარულასა თუ 2 ან 4 ცხენიანელთა შეჯიბრში გამარჯვებულისათვის, ვინაიდან ის მხოლოდ მოჩვენებით ბედნიერებას განიჭებთ. მე კი ჭეშმარიტს, ის უზრუნველყოფილია და უფასო სადილი არა სჭირდება. მე კი მჭირდება, ასე რომ, თუ სათანადოდ განვსჯიდი ჩემს დამსახურებას, მხოლოდ ერთ რასმე მიუშჯიდი საკუთარ თავს, ყოველდღიურ სადილს ბრიტანეიონში. იქნებ ეს ჩემი სიტყვები ისეთივე ქედმაღლობად მოგეჩვენოთ, როგორც ჩემი მსჯელობა სრემლების ფქვევისა და ვედრებისათვის. არა, ათენელნო, ქედმაღლობა კი არა, სულ სხვა რამ მალაპარაკებს ამას. მე მწამს, რომ არავის შეურაცხყოფ შეგნებულად, მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია, ვინაიდან სასაუბრო ძალზე ცოტა დრო დაგვრჩა და მაინც ვფიქრობ, შევძლებდი თქვენს დარწმუნებას, თქვენი კანონის სხვებისას რომ გავდეს
და სისხლის სამართლის საქმის გარჩევას ერთს კი არა, რამდენიმე დღეს ანდომებდეთ. ახლა კი დროის სიმცირის გამო თითქმის შეუძლებელია ესოდენ საშინელი ცილის წამების უარყოფა, თუმცა რა კი მწამს, რომ არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, სულაც არ მსურს შეურაცხყო ჩემივე თავი, დავიბრალო დანაშაული და თვითონმე გამოუტანო განაჩენი საკუთარ თავს. რატომ და რისთვის? იმის შიშით, რასაც ჩემს სასჯელად მოითხოვს მელეტოსი და რაც კვლავ ვიმეორებ, არ ვიცი, ბოროტებაა თუ სიკეთე ჩემთვის. თუ ამის ნაცვლად სხვა რამეს ავირჩევ სასჯელად და თავს გავწირავ უეჭველი ბოროტებისათვის, მერე და მაინც რას ავირჩევ? საბყრობილეს? კი, მაგრამ რად ვეგდო ბნელ დილეგში ყოველ წელს ხელახლა არჩეული 11 მბრძანებლის მონად? ფულად ჯარიმას, რომელიც თუ არ გადავიხადე, ისე ვერ გამოვალ საბყრობილედან. მაგრამ ეს ჩემთვის იგივე სამუდამო პატიმრობას ნიშნავს, ვინაიდან ჯარიმის გადასახდელი ფული ვინ მომაშავა? გაძევებას? ამას კი ალბათ სიამოვნებით მომისჯიდით, მაგრამ რა გამწარებით უნდა ვებხაუჭებოდეს სიცოცხლეს? ათენელნო, რომ ისე წაუხდე, უბრალო რამ ვერ მოვისაზრო. თუ კი თქვენ, ჩემმა თანამოქალაქეებმა, ვერ აიტანეთ ჩემი საუბრები და შეგონებანი, თუ კი ისინი იმდენად მძიმე და აუტანელი შეიქმნენ თქვენთვის, რომ ცდილობთ სამუდამოდ ჩამაკმედინოთ ხმა, როგორღა ამიტანენ უცხოელნი. ვერა, ღმერთმანი, ვერ ამიტანნენ ათენელს. რაღა აჯობებს ჩემს ყოფას, თუ ამ სიბერის ჟამს ათენიდან გაძევებული ქალაქ-ქალაქ დავიწყებ წანძალს, ყოველს მიერ დევნილი და მოძულებული. მე ხომ ვიცი, სადაც უნდა მივიდე და დავიწყო საუბარი, იქაური ჭაბუკები, ჩვენი ახალგაზრდობისა არ იყოს ბუზებივით დამეხვევიან. რა ვქნა, გავყარო ისინი? უფროსებს დაუჯერებენ და თვითონვე განდევნიან. არ გავყარო და მაშინ უფროსები განდევნიან მათი გულისთვის. შეიძლება ვინმე ადგეს და მითხრას, კი, მაგრამ ნუ თუ ჩვენგან წასულიც ვერ შეძლებ, სოკრატე, ჩუმად და მშვიდად იცხოვრო. აი, სწორედ ამ საკითხში ძნელად თუ დაარწმუნებ ზოგიერთ თქვენთაგანს, რადგან თუ გეტყვით, რას ნიშნავს ურჩობა ღმერთის მიმართ, ხოლო ურჩი ვერასოდეს ეზიარება სიმშვიდეს და აუმღრევლობას, თქვენ არ დამიჯერებ და იტყვით, რომ მე პირფერობ. მეორეს მხრივ, თუ გეტყვით, რომ კაცისათვის უდიდესი სიკეთეა საუბარი სიქველისა და ყოველივე იმის შესახებ, რაზედაც ყოველდღე გესაუბრებით და ამრიგად ვცდით ჩემს თავსაც და სხვებსაც, ხოლო ამ გამოცდის გარეშე სიცოცხლე არ ეთქმის. დიახ, თუ გეტყვით ამას, თქვენ უფრო უნდოდ მოეკიდებით ჩემს სიტყვებს. მაგრამ ეს სრული სიმართლე გახლავთ, ათენელნო, თუმცა ძნელად თუ დაგარწმუნებთ კაცი ამაში. ეგეც არ იყოს, მე არ მჩვევია იმაზე ფიქრი. თითქოს ვიმსახურებ რაიმე ბოროტს. ფული რომ მქონდეს სათანადო თანხის გადახდას მიუშჯიდი საკუთარ თავს, რადგან კაცმა რომ თქვას, რას დავკარგავდი, მაგრამ ვაი, რომ ფული არ ამაქვს. თუ კი რა თქმა უნდა იმდენს არ გადამახდევინებთ, რამდენის გადახდაც შემიძლია. შეძლებით კი ძალიან ცოტა შემიძლია. სულ დიდი ერთი ვერცხლის მნა, სწორედ ამას ვუჯდი ჩემს თავს. თუმცა აგერ ეს ჩვენი პლატონი, ათენელნო, ისევე როგორც კრიტონი, კრიტობულე და აპოლოდორე მთხოვენ, 30 მნა თქვიო და თვითონვე მიდგებიან თავდებად. კეთილი, იყოს 30 მნა, ჩემი თავმდებნი, ღირსეული ხალხია მოქალაქენო. მეორე ნაწილის დასასრული. აუდიო წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ნაწილი მესამე. სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ. ახლა როცა ორიოდე დღეღა დამიტოვეთ სასიცოცხლოდ ათენელნო, სახელი გაგიტყდებათ და ჩვენი ქალაქის მტრები და ავის მდომელნი ბრალად დაგდებენ იმას, რომ სიცოცხლე მოუსწრაფეთ სოკრატეს.
ბრძენკაც. დიახ, ავის მდომელნი ერთხმად დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ მე ბრძენი ვარ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეეფერება. ისე კი, ცოტა რომ დაგეცადათ. სიკვდილი თავად მომიკაკუნებდა კარზე. ხომ ხედავთ, რა ხნისა ვარ. ცალი ფეხი სამარეში მიდგას უკვე. ამას ყოველას გასაგონად როდი ვამბობ, ხოლოდ მათ მივმართავ, ვინც სიკვდილი გადამიწყვიტა. მათვე მინდა ვუთხრა შემდეგი. ხომ არ გონიათ ათენელნო, თითქოს იმიტომ მომესაჯა სიკვდილი, რომ სიტყვები არ მეყო. დიახ, სიტყვები, რომლებითაც შევძლებდი თქვენს მოლბობას და ჩემს მხარეზე გადმობირებას. თუ კი საჭიროდ მივიჩნევდი, არაფრის წინაშე არ დამეხია უკან, რათა თავიდან ამეცილებინა ასეთი განაჩენი. არ დაიჯეროთ, მოქალაქენო, მე ბევრი რამ არ მეყო მართლაც, მაგრამ არა მარტო სიტყვები, არამედ თავხედობა, უტიფრობა და იმის თქმის სურვილი, რაც ასე საამოდელ ამუნება თქვენს მენას. არ ვიკადრეთ სრემლების ფრქვევა, მდუღარება, მოთქმა გოდება, ერთი სიტყვით, ყოველივე ის, რასაც ასე შეგაჩვიეს სხვებმა, მაგრამ რაც კვლავ ვიმეორებ, არ შემშვენის მე. დიახ, მაშინაც როცა საფრთხე მემუქრებოდა, უღირსად მივიჩნიე მონური ქცევა და არც ახლა ვნანობ, რომ ამნაირად ვიცავდი თავს, რადგან მე მირჩევნია ასე ვიმართლო თავი და მოუკვდე, ვიდრე ცრემლების ფრქვევით გამოგძალოთ შეწყალება, ვინაიდან არც სამჯავროში და არც ბრძოლის ველზე, არც სოკრატეს და არც სხვა ვინმეს არ ეკადრება სირცხვილის ფასად დააღწიოს თავი სიკვდილს. ბრძოლაშიც ხშირად აშკარაა, რომ შეგიძლია ცოცხალი დარჩე. თუ იარაღს დაყრიან ფეხქვეშ ჩაუვარდებ იმ მდევარს, არსებობს საფრთხიდან დაძვრენისა და თავის გადარჩენის ბევრი სხვა ხერხიც. მხოლოდ ეგაა კაცმა ხელი უნდა აიღოს სინდისზე. არა, ათენელნო, არც ისე ძნელია სიკვდილისაგან თავის დააღწევა. გაცილებით უფრო ძნელია თავი დააღწიო სულიერ სიკვდილს. ის უფრო სწრაფია და უფრო მალე ეწევა თავის საბრალო მსხვერპლს. აი, ახლაც მე საფყარი ბერიკაცი. უფრო ზანტი მტრის მსხვერპლი გავხდი, მაშინ როდესაც ჩემი მხნე და კვირცხლი ბრალდებლები უფრო სწრაფი მტრის სულიერი სიკვდილის წერა შეექმნენ. მალე ყველანი წავალთ აქედან. მე თქვენს მიერ განწირული და სიკვდილმისჯილი. ისინი თვით სიმართლის მიერ ვერაგობასა და უსამართლობაში მხილებულნი. მე ჩემი განაჩენის ანაბარა ვრჩები. ისინი თავიანთი სასჯელის ამარა. მოხდა რაც უნდა მომხდარიყო, მას მოხდეს რაც მოსახდენია. ახლა კი ათენელნო, მე მინდა მომავალი გიწინასწარმეტყველო თქვენ, ჩემს გამწირვალთ. უკვე მოაწიად რომ, როცა კაცში თითქოს მისნობის ნიჭი იღვიძებს, ასე შევია სიკვდილის სიახლოვეს, მას იცოდეთ, ათენელნო, რომ ჩემს გამწირვალ სულ მალე საშინელი უბედურება დაგატყდებათ თავს. უფრო მძიმე ვფიცავ ზევსს, ვიდრე სიკვდილი, რომელიც მომისაჯეთ. ხომ ასე გამწირეთ და შვებით ამოისუნთქეთ, რადგან გონიათ, თქვენ სიცოცხლეში აღარ მოგიწევთ ანგარიში ჩააბაროთ ვინმეს. პირიქით მოხდება, ვფიცავ ზევსს. მოგევლინება და 100-ჯერ მეტი მამხილებელი, აქამდე მათმე ვაკავებდი. და ეს მით უფრო მძიმე და აღმაშფოთებელი იქნება თქვენთვის, რაც უფრო ახალგაზრდები არიან ისინი. სასტიკად ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ სიკვდილის მასშით ამოსწვავთ და ამოძირკვავთ თქვენი უსამართლობისა და უკეთურობის მამხილებელთ. ცუდი ხერხი აგირჩევია თავდასაცავად. ცუდი და არასაიმედო, ხოლო თუ გნებავთ, მე გასწავლით ყველაზე სანდო და ყველაზე მარტივ ხერხს. სხვას ნუკის ჩრით პირში ბურთს, ეცადეთ თავად გახდეთ უკეთესნი. ამ წინასწარმეტყველებით გემშვიდობებით ჩემს გამწირვალთ. რაც შეეხება ჩემს გამმართლებლებს, სიამოვნებით ვესაუბრებოდი მათ ყოველივე იმის შესახებ, რაც ახლა მოხდა.
სანამ არ კონტებს, არ სალია და ჯერ კიდევ არ წავუყვანი ვართ იქ, სადაც უნდა მოუკვდე. ნუ მიმატოვებთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემო ძვირფასნო. მოდით, ვისაუბროთ, სანამ ხელს არავინ გვიშლის, სანამ ნებას გვრთავენ. თქვენ, ჩემს მეგობრებს, მინდა გაგიმჟღავნოთ იმის ფარული აზრი, რაც ახლა დამემართა. ჩემს თავს, ძვირფასო მოსამართლენო, თქვენ კი უყოყმანოდ შემიძლია მოსამართლენი გიწოდოთ, უცნაური რამ მოხდა. მაშ, რას უნდა მივაწეროთ ის ამბავი, რომ თუ ადრე არსებული ხმა გამუდმებით მეჩურჩულებოდა, გასაქანს არმაძლევდა თვით ყველაზე უმნიშვნელო განზრახვის აღსრულებისას და უკუღმართი ნაბიჯის გადათქმის ნებას არ მთავდა. ახლა როცა თავს დამატყდა ის, რასაც ხედავთ და რასაც ყველა ერთსულოვნად მიიჩნევს უდიდეს უბედურებად, ღმერთის სიტყვამ თუ ღვთიურმა გამოცხადებამ ერთხელაც არ შემიშალა ხელი, არც დილით, როცა სახლიდან გამოვდიოდი, არც სამსჯავროში შემოსვლის დროს და არც სიტყვის წარმოთქმისას, მიუხედავად იმისა თუ რის თქმას ვაპირებდი. უწინ ხომ, რაც უნდა მეთქვა, წამდაუწუ მაწყვეტინებდა სიტყვას, ახლა კი ერთხელაც არ ამიკრძალა არც ერთი ნაბიჯი. ერთხელაც არ აღმიკვეთა არც ერთი სიტყვა. რას მივაწერო ეს? მოგახსენებთ, მე მგონია, ყოველივე ეს ჩემს სასიკეთოდ მოხდა და როგორ ჩანს, ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ სიკვდილი ბოროტებაა. მე ხელთა მაქვს ამის უტყუარი საბუთი. განა ასე უხთოდ გამწირავდა უფლის ხმა, მართლა უკეთურის რახვა, რომ დებოდა გულში. ამასაც დაუკვირდით, რამდენი რამ გვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ სიკვდილი სიკეთეა. მართლაც და ორში ერთია. სიკვდილი ან არარაობად ქცევაა, ასე რომ მკვდარი ვერაფერს გრძნობს, ან და თუ ძველ გადმოცემებს ვერწმუნებით, სიკვდილის სხვა არ არის რა, თუ არა გარდაცვალება, სულის ფერის ცვალება და აქედან სხვა ქვეყნად გადასახლება. თუ კი ვერაფერს იგრძნობ, რაღაც სიკვდილი და რაღაც კბილი ძილი, როცა ტანჯველი სიზმრები არ გიმღვრევენ სულს. დიახ, თუ კი მართლა ასეა, სიკვდილი უფლის წყალობაა სწორედ. მე მგონია, ვინმე რომ დაგვეყენებინა ასეთი არჩევანის წინაშე, ჯერ გაეხსენებინა ღამე, როცა ისეთ კბილად ეძინა, რომ სიზმრები არ აშფოთებდნენ. მერე შეედარებინა ის ყველა თავისი დანარჩენი დღე ღამისათვის და ბოლოს პირუთნელად გადაეწყვიტა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში რამდენ დღე ღამეს იყო უფრო ბედნიერი, ვიდრე იმ ღამეს. ფიქრობ, არა მარტო ბეჩავი მდაბიორი, არამედ თვით დიდებული მეფეც უყოყმანოდ გადაწყვეტდა, რომ მთელი მისი სიცოცხლე სხვა არა ყოფილა რა, თუ არა გამუდმებული ტანჯვა ვაება, ამ ორიოდე ნეტარ ღამესთან შედარებით და თუ სიკვდილი ესაა, რაცაა, ალბათ არ ვცდები, როცა უფლის წყალობას უწოდებ მას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მარადისობა მხოლოდ ერთ ასეთ ღამედ წარმოგვიჩნდება. მეორეს მხრივ, თუ სიკვდილი მხოლოდ გარდაცვალებაა და სული სხვა ქვეყნად გადასახლება და თუ მართალს გვაუწყებს გადმოცემა, რომ იქ ერთად იყრიან თავს მიცვალებულნი, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდებული, მოსამართლენო? თუ ჰადეს ჩასული საბოლოოდ თავისუფდება, ამ თვითმარქვია მოსამართლეებისგან, რათა იქ ჭეშმარიტ მსაჯულთა წინაშე წარსდგეს, რომლებიც გადმოცემით განიკითხავენ მიცვალებულთა სულებს, მინოსის, რადამანთისის, ტრიპტოლემოსისა და ყველა იმ ნახევარ ღმერთის წინაშე, რომელთაც ამ ქვეყნიურ სიცოცხლეშიაც ვერავინ შეედრებოდა სამართლიანობით. რა სიტყვით, განა ბოროტება ეთქმის ამნაირ გადასახლებას? ეგეც არ იყოს, რა დიდი პატივია თვითოეული ჩვენთაგანისთვის ორფევსის, მუსეოსის, ჰესიოდეს, ჰომეროსის გვერდით ყოფნა. მე მზადა ვარ 1000-ჯერ მოვკვდე,
თუ კი ეს მართალია, რადგან სხვისი რა მოგახსენოთ და ჩემთვის ენით უთქმელი ბედნიერება იქნებოდა შეუხვედროდი და მესაუბრა იქ, ვთქვათ, პალამედესთან, აიანთთან, ტელამანოსის ძესთან, თუ რომელიმე სხვა წინაპართან, რომელიც მათსავით უსამართლო მსჯავრის მსხვერპლი გახდა. ვფიქრობ, სასიამოვნო იქნებოდა ჩემი ხვედრის შედარება მათ ხვედრთან და რაც მთავარია, ჩემებურად გამეტარებინათ, რომ ესე იგი ზუსტად ისევე გამომეცადა ისინი, როგორც თქვენ გწდიდით, რათა ამრიგად გამერკვია, ვინაა ჭეშმარიტად ბრძენი და ვინ მხოლოდ თავს გვაჩვენებს ბრძენად. სინამდვილეში კი სიბრძნისა არა სხია რა. რას არ მისცემდით მოსამართლენო, რომ გამოგეცადათ ის, ვინც ურცხვი ლაშქარი მიაყენა ტროას გალავანს, ან ოდისევსი, სიზიფე და ბევრი სხვა სახელოვანი კაცი თუ ქალი. რა ნეტარება უნდა იყოს მათი სიახლოვე, მათთან საუბარი, მათი გამოცდა, მარტო ის რა ღირს, რომ ამის გამო სიკვდილით არ დაგსჯიან. ეგეც არ იყოს, სულეთის მკვიდრნი ჩვენზე უფრო ბედნიერნი არიან, ვინაიდან თუ გადმოცემა მართალს გვაუწყებს, მათთან ხელი არ აქვს სიკვდილს. მაგრამ თქვენ, ჩემო მოსამართლენო, ნურაფერს აუსნუ მოელით სიკვდილისაგან, რადგან თუ ამ ქვეყნად რამეა მართალი უწინარეს ყოვლისა, ის რომ კეთილი კაცის ხვედრი კეთილია როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგაც და რომ ღმერთები მზრუნველობას არ აკლებენ მას. აი ახლაც ჩემი ხვედრი თავისთავად როდი გამორკვეულა, მე მწამს, რომ ჩემთვის უმჯობესია მოვკვდე და თავი დავაღწიო ამ გაუთავებელ ტანჯვა ვაებას. სწორედ ამიტომ ერთხელაც არ შემაჩერა უფლის გრძნეულმა ხმამ. სწორედ ამიტომ არა ვრისკავ ჩემს ბრალმდებელთ და ჩემს გამწირველთ, თუმცა ამ მიზნით როდი წამომიყენეს ბრალდება და გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი. არამედ სურდათ რაიმე ევნოთ ჩემთვის, მხოლოდ ესაა მათში გმობის ღირსი და მაინც ერთი სათხოვარი მაქვს მათთან. როდესაც ჩემი ვაჟები წამოიზრდებიან, მოიძულეთ ისინი, ათენელნო, თუ შეატყობთ, რომ ფულისთვის უფრო ზრუნავენ, ვიდრე სიქველისათვის. სიზღით გმეთ და უღირსნი უწოდეთ, ზუსტად ისევე, როგორც მე გგმობდი თქვენ. დიახ, თუ შეატყობთ, რომ თუმცა არარანი არიან, ზვაობენ და ცუდ მედიდობენ, შერისხეთ, თავს ლაფი დაასხით, შეაჩვენეთ, როგორც მე გრისხავდით თქვენ. სწორედ ამით მოგვაგებთ კუთვნილს მეც და ჩემს ვაჟებსაც. თუმცა უკვე დროა წავიდეთ, მე რათა მოვკვდე, თქვენ რათა იცოცხლოთ, ხოლო ვისი ხვედრია უკეთესი, არავინ უწყის, გარდა უფლისა. წიგნის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ, მომავალ შეხვედრამდე.